არაფერთ არ შემიძლია ხა ბოლოსკენ წავიდეთ და რომ არ გკითხოთ რაღაც თქვენ ბიუჯეტზე ჩამოაყენეთ სიტყვა. თუნდაც ბიუჯეტი, ქვეყნის ბიუჯეტი, თბილისის მერიის ბიუჯეტი. მე სულ მაინტერესებს ხოლმე რომ ძალიან ბევრი ადამიანია, თუნდაც აი მრავალშვილიანი დედები, ამას სტუმრად ყავდა 10 შვილის დედა, რომელიც 60 კვადრატში ცხოვრობს და უკვე 14 წელია ქირით არის, თვითონი ხდის ქირას. ძალიან ბევრი გამოსახლების შედეგად დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ღამეს ათევენ ღიაცის ქვეშ. ბატონოსო, თქვენ ხომ არ გაქვთ ასეთი რაღაცა ნაფიქრი, ან თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლებელი არის თუ არა, ჩვენს ბიუჯეტს რომ შეუძლია, ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ აი რატომ არ ვაშენებთ სოციალურ სახლებს, რომ ამ ადამიანებს თავშესაფარი გქონდეს, ღამის გასათევი გქონდეს, თუ მაინდა-მაინც უგემი რომ გადაბრუნდება გზის ზებნა მერე უნდა დავიწყოთ. გვაქვს თუ არა ამის საშუალება და თქვენ გაქვთ თუ არა ამაზე ნაფიქრალი? კი, ამაზე ჩვენ ნაფიქრალი გვაქვს, ჩვენი პარტიის პროგრამაშიც ეწერა და აწირო გამოვაქვეყნებთ კიდე წინ წამოვწევთ ამ ამბავს. ეხლა პირდაპირ ეს სოციალური სახლი რო აშენდეს, ნუ ეხლა შენდება დევნილებისათვის ჩვენ და სამწუხაროდ, ანუ თავრობამ ხელი დაიბანა წინა აღიარდეს უკვე რუსებმა დამოუკიდებელ ქვეყნებად და დაბრუნებაზე უკვე აღარ მიდის ლაპარაკი და მიდის მშენებლობა, მაგრამ ეხლა ნახეთ სოციალურ სახლებთან დაკავშირებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ. პირდაპირ სოციალური სახლები რო არ შენდებოდეს, ამისათვის საჭიროა დეველოპერებს დაუწესონ ესეთი შეღავათი სახელმწიფო. აი მიწის გადახო მიწა ხომ და იყიდონ და გადასახადი ხო. აი მიწის გადასახადისში რაღაცა შეღავათი გაუწიონ და 5% ან 10% აშენებული, ცათამბჯენებს რო აშენებენ. აშენებული სახლების 5 ან 10% ზუსტად ვერ ვიტყვი, მოლაპარაკების თემაა. გადაეცეს ქალაქის მერიას. და ქალაქის მერიამ ეს უფასოდ უნდა დაურიგოს უბინაოებს. პირველ რიგში მე უბინაოები ვთქვი, პირველ რიგში, იმიტომ რომ უბინაო საქართველოში, უბინაო ადამიანი ეს არის ქვეყნის საშინელი შეურაცხყოფა, ისევე როგორც ნაგვის ხუთში რო იქექებიან. მოქალაქეები ძალიან დიდი შეურაცხყოფა არის. უნდა დაურიგდეს მათ და რა თქმა უნდა დემოგრაფიული მდგომარეობა თუ გინდა გავაუმჯობესოთ, 3 შვილი და იმის ზევით ვინც აყავს, რიგი უნდა და ეს ძალიან კარგი იქნება, რიგი თუ იქნება, რიგი უნდა დადგეს და ესენი უნდა დაკმაყოფილდეს. აი დამერწმუნეთ ძვირფასო ხელისუფალნო. არ არის საჭირო სოციალური სახლების შენება. აი დეველოპმენტებს რო აშენებენ 20 სართულიანებს და 30 სართულიანებს, 5% გამოვართვით, ოღონდ ისე კი არა რომ გაძარცვოთ. მიწის გადასახადზე შეღავათი გავუკეთეთ, მერე გამოვართვით 5-დან 10%-მდე და სია შეადგინეთ მრავალშვილიანი დედების, გაჭირვებული ადამიანების და დაურიგეთ იმ ადამიანებს და სულ ცოტა ხანში 5-8 წელიწადში საქართველოში უფრო ადრეც ისეთი ტემპით მიდის ქალბატონოქეთი მშენებლობა გაიხედავდა განსაკუთრებით ბათუმში. ნუ ბათუმში რო ჩავდივარ ხოლმე უკვე ყოველ ჩასვლაზე ერთ პატარა ქალაქი შენდება.